მოგესალმებით. თუ კომპანიას აქვს საწვავის გამოყენებასთან დაკავშირებული ოპერაციები, უნდა იცოთ, რომ გარკვეულ შემთხვევაში საწვავის მოხმარება შესაძლოა გახდეს საგადასახადო დაბეგვრის ობიექტი. ამიტომ განვიხილოთ თითოეული შემთხვევა და მათი დაბეგვრის რეჟიმები. თუ კომპანია ფიზიკურ პირს მის მიერ შესრულებულ სამუშაოს სრულად ან ნაწილობრივ საწვავით უნაზღაურებს, ეს ოპერაცია განიხილება როგორც ბარტერული ოპერაცია და დაიბეგრება დაღეგეთი. გარდა ამისა, საწვავის ასეთი გაცემა ითვლება მომსახურების ანაზღაურებად და დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ხშირად კომპანიები თანამშრომლებს ჩუქნიან საწვავს პირადი სარგებლობისთვის. ასე დროს ეს ოპერაცია განიხილება ხელფასად და შესაბამისად დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ხოლო თუ კომპანია დაღეგეს გადამხდელია და საწვავზე ჩათვლილი აქვს დაღეგე, ეს ოპერაცია ასევე დაექვემდებარება დაღეგეთი დაბეგვრას. პერიოდის ბოლოს თუ კი სახეზეა კუთვნილ ან სარგებლობაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე დადგენილი წვის ნორმატიულ ოდენობაზე მეტის მოხმარება, საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით ასეთი გახარჯვა განიხილება საწვავის უსასყიდლო მიწოდებად იმ თანამშრომელზე, რომელიც იყენებდა ამ ავტომობილს. ამგვარი კვალიფიკაცია გამოიწვევს მხოლოდ მომხმარებული ნამეტი ოდენობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, როგორც თანამშრომლის სარგებელს და ასევე დაექვემდებარება საბაზრო ღირებულებით დაღეგეთი დაბეგვრას, თუ კი ამ საწვავის შესყიდვის დროს ჩათვლილი გქონდეთ დაღეგე. თუ კი გაქვთ მსგავსი ოპერაციები და არსებობს თქვენთვის გაურკვეველი საკითხები, შეგიძლიათ მოგწეროთ. ფინოს გუნდი არის თქვენს გვერდით.